ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის დედაქალაქში მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდა. ახალგაზრდები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას აპროტესტებენ. იმ შემთხვევაში, თუ კი პარლამენტი ინიციატივას დაამტკიცებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სისხლის სამართლებრივი დევნის ნაცვლად ადმინისტრაციული ჯარიმა გატარდება. დედაქალაქში შეკრებილ 13 ორგანიზაციის პროტესტს ბათუმში ევროპის მოედნიდან შეუერთდნენ. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ცვლილებების შეტანამდე მოქალაქეების აზრი უნდა იქნეს გათვალისწინებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოთხოვნა გააჩნდა ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს რუსეთს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ უკვე კონკრეტულად ვაღიარებთ მისი მოთხოვნებისა და ინტერესების ნაწილობრივ შესრულებას. ამასთანავე ეს იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების ჩაშლის მცდელობა და ნაწილობრივ შერბილებასაც კი ნიშნავს. და ჩვენ ვუერთდებით თბილისში მიმდინარე 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მშვიდობიან პროტესტს ამ კუთხით და უცხადებთ სოლიდარობას თითოეულ მათგანს. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჯერ ერთი პირველი უნდა გაკეთდეს განცხადებები საზოგადოების მხრიდან, საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს თემაზე, რომელსაც ქვია კანონი ოკუპაციის შესახებ. საზოგადოების აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული და შემდეგ რა თქმა უნდა მსჯელობის საგანია და მსჯელობის შედეგად მივალთ კონკრეტულ იმ საკითხის გადაწყვეტაზე, რომელიც საკითხის დგას დღის წესრიგში.